წელს საბავშვო ევროვიზიის კონკურსს უმასპინძლებს საქართველო. ხოლო მის სცენაზე ჩვენ ქვეყნის სახელით გამოვა შესანიშნავი ძალიან საყვარელი ადამიანი უნიჭიერესი ანიტა აბგარიანი, რომელიც გახლავთ რა თქმა უნდა რანინას გამარჯვებული თავისთავად ხატია. როგორი იყო ზოგადად მისი გზა დიდ სცენამდე? ამას ვნახავთ კესო ბოჭორიშვილის მიერ მომზადებულ სიუჟეტში და ასევე გეტყვით რომ ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა რანინას მუსიკალურ ვიდეოს გადაღებებს დაესწრო ჩვენი ჯგუფი და ამასაც აუცილებლად ვნახავთ სიუჟეტში. ნახოთ. ჩაწერა სტუდიაში იყო ძალიან უცნაური, რადგან პირველად ჩავწერე და სასიამოვნოც იყო. არ იყო, მაგრამ. პროექტ რანინას მერვე სეზონის გამარჯვებული ანიტა აბგარიანის სასიამოვნო დაფორიაქებული საბავშვო ევროვიზიისთვის ემზადება, რომელსაც წელს საქართველო უმასპინძლებს და ასე გახდება 2025 წელს თბილისი ევროპის მუსიკალური დედაქალაქი. უკვე მოვისმინე სიმღერა, ძალიან მომწონს, შოკში ვარ. იშრომა, იგამდე დიდი მადლობა, მინდა გადავუხადო მას. და ეხლა იმედია კლიპიც ასეთივე გამოვა და ღირსეულად წარვადგენ საქართველოს ევროვიზიას. სიმღერა უკვე მზად არის, სამუშაო პროცესმა წარმატებით ჩაიარა და ახლა ანიტა აბგარიანი გულშემატკივრების ემოციების მოლოდინშია. ვოკალურად არის უძლიერესი სიმღერა, ეს ანიტასთვის დაიწერა. ის როდესაც პირველად მოვიდა ჩემთან, მითხრა რომ მეთქი როგორი სიმღერა წარმოგიდგენია შენ. მე მინდა ძალიან ძლიერი სიმღერა მქონდეს. გამოვიდა ესეთი ძლიერი სიმღერა, ზუსტად ვიცი რომ აი ლაივისთვის მოემზადება ძალიან მაგრად და ეს ნომერი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ევროვიზიაზე თუ ოდესმე გამიკეთებია. მაგარია! საბავშვო ევროვიზიის წესების მიხედვით საკონკურსო სიმღერაზე ვიდეო რგოლი უნდა შეიქმნეს, შეირჩა უფლის ციხე და დაიწყო გადაღების პროცესი. სიმღერას აქვს ძალიან ისეთი მოზღვეებული ენერგია, ჭირდება სივრცე და რაღაცა ეგზოტიკური. ამიტომ უფლის ციხე ვიფიქრეთ, რომელიც არის ალბათ ერთ-ერთი ისეთი ყველაზე სანახაობრივი ჩვენთვისაც, უცხოელისთვისაც და აი ამ ლანდშაფტზე შევასრულეთ ორკესტრის თანხლებით სიმღერა, რა ვიცი, მთელი ენერგიით და მთელი აი ამ ბუნებრივი სილამაზით. გვაქვს შესანიშნავი სიმღერა, რომლითაც ანიტა წარსდგება წლევანდელ საბავშვო ევროვიზიაზე, დაელოდოს მაყურებელი აუცილებლად მოისმენს არაჩვეულებრივ სიმღერას და იხილავს ძალიან კარგ ბავშვებს და როგორც ყოველთვის, თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ანიტასთან ერთად ვიდეო რგოლში იქნება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის ბავშვთა ორკესტრი, რომელიც ევროვიზიაზე პირველად მიიღებს მონაწილეობას. ძალიან აღელვებულები, ბედნიერებით სავსეები, ძალიან საპასუხისმგებლოა პროექტში მონაწილეობა და წარმატებებს უსურვებ არაჩვეულებრივ მომღერალს ანიტას და მადლობას გადავუხდი ჩვენს ხელმძღვანელს ირინა ოდიშარიას. როგორც ანიტა გვიმხელს სიმღერა, რომლითაც საბავშვო ევროვიზიაზე ჩვენს ქვეყანას წარადგენს, მისთვის დიდი мотиваციაა, რომ ყოველთვის ახსოვდეს, მის გვერდით საქართველოა. უნდა იყოს ძლიერი, არ უნდა დანებდე, ყველაფერი უნდა შეეცადო და აი კარგად უნდა გაუხო კარი შენს მომავალს. კარი ფართოდ გააყო და ევროვიზიის დიდ სცენაზეც აღმოჩნდა. მანამდე კი იყო დიდი და რთული გზა პროექტ რანინაში. სულ ხდებოდა საკმაოდ რთული შესასრულებელი სიმღერები. და აი ყოველჯერზე ვართულეთ და ის უმეგონა რომ ეხლა რაღაცა ხوار ვჩეხავთ ამ ბავშვს. ყველანაირ სირთულეს გაუძლო ამ გოგომ, არათუ გაუძლო და საუკეთესო შესრულებები მოვისმინეთ ამ კომპოზიციების. მე არ მიყვარს წინასწარი პროგნოზები, მოლოდინი რასაკვირველია საუკეთესოსი გვაქვს. ვნახოთ რა იქნება.
და დაულოცოთ უბრალოდ ამ ბავშვს ეს გზა, ნუ ავკიდებთ დიდ პასუხისმგებლობას, უბრალოდ გვინდოდეს, რომ კარგად გამოჩნდეს, წარმოადგინოს მისი ქვეყანა ღირსეულად, რაშიც დარწმუნებული ვარ 100%-ით და ბევრი წარმატება უსურვო მომავალშიც, ევროვიზიის მერეც. საქართველოს ხმა 2025 წლის საბავშვო ევროვიზიაზე გახდა ანიტა აბგარიანი. საქართველოს მომავლის ხმებით აივსება და 2025 წლის 13 დეკემბერს თბილისი ევროპის მუსიკალური დედაქალაქი გახდება. 17 ევროპულ ქვეყანას უმასპინძლებს და მთელი კონტინენტის ყურადღების ცენტრში მოექცევა. პროექტი საქართველოს პირველი არხისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე 4-ის გამარჯვებულია და წელს უკვე მეორედ მასპინძლობთ საბავშვო ევროვიზიას. ამასთან დაკავშირებით მრავალი თვეა უკვე დაწყებულია ძალიან დიდი მუშაობა. შეიძლება ითქვას, რომ მთელი სახელმწიფო ჩართულია, აბსოლუტურად ყველა უწყება, იმიტომ ეს არის ძალიან მასშტაბური, ძალიან დიდი ღონისძიება, რომელსაც წელს საქართველოს კონკრეტულად კი ჩვენი დედაქალაქი თბილისი მასპინძლობს. წელსაც არაჩვეულებრივი კონკურსანტი ყავს, რანინას გამარჯვებული, ვინც ჩვენი არაჩვეულებრივი გოგონა ნახა, ყველა გვიწინათ წარმეტყველებს მეხუთე გამარჯვებას, ასე რომ არც ამას არ გამოვრიცხავთ, რაც შეეხება მზადებას. ყველაფერი ისე მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს. 18 მონაწილე ყავს, მათ შორის ერთი საქართველოს და დანარჩენი 17 ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ახალგაზრდა საუკეთესო მომღერლები იღებენ მონაწილეობას, ჩამოდიან ძალიან დიდი დელეგაციები, დიდი შემადგენლობით და რაც არ გვეშლება, ეს არის სტუმართ მასპინძლობა ქართველებს და ძალიან კარგ მასპინძლობას გაუწევთ ჩვენ სტუმრებს და მრავალ ათასიან მაყურებელს კი არაჩვეულებრივ შოუს შევთავაზებთ. ანიტა აბგარიანს პროექტმა რანინამ არაერთი მეგობარი შესწინა. მთავარი გულშემატკივრები მის გამოსვლას აუცილებლად დაესწრებიან. მე და ანდრია ფუტკარაძე ძალიან კარგი მეგობრები ვართ და როდესაც ხვდები, სულ უსმევ შეკითხვებს ევროვიზიის შესახებ, იმიტომ რომ ცოტათი უხელავა, არ ვიცი რა ხდება, როგორ ხდება, რა როგორ არის და რა როგორ ეწყობა და ჩემი აზრით რომ არაფერი არ არის სანერვიულო. საქართველოს საბავშვო ევროვიზიის რეკორდსმენი ქვეყანა ჯერ კიდევ მაშინ გახდა, როცა მესამე გამარჯვება მოიპოვა. შემდეგ იყო ანდრია ფუტკარაძის ტრიუმფი. ახლა კი ანიტა აბგარიანი, რომელიც 13 დეკემბერს მე-15 ნომრად გამოვადა. ეს დღეც მუსიკალურ დღესასწაულად იქცევა. ძალიან მიხარია, რომ ამ ვიდეო რგოლის პრემიერა ჩვენს ეთერში შედგება პირველად ოღონდეს გადაცემის ბოლოში, მანამდე კი ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმრები უნდა წარმოგიდგინოთ. ჩვენი ტრიუმფატორი ანიტა აბგარიანი, შარშანდელი ტრიუმფატორი ანდრია ფუტკარაძე და ამ ყველაფრის შემოქმედი ბატონი გიგა კოხიანიძე. გიგა, მოგესალმებით დილამშვიდობისა. ალბათ საოცარი შეგრძნება არა, რომ საქართველოს 4-ჯერ იმარჯვებს. ამ ტურში 4-ვე სიმღერის ავტორი თქვენ ბრძანდებით. საბედნიეროდ კი, ნამდვილად ბედნიერი ვარ ამ წარმატებებით და რა ვიცი, ეს არის ჩემი мотиваცია, რომ გავაგზავნო მუშაობა და წინ წავიდე და მეტი კარგი რამეები გავაკეთო ბავშვებისთვის და ქვეყნისთვის. აი სულ მოუთქვენათ ველით ეხლა ამ ვიდეოს როგორ იქნება, ჯერ საქართველოს არ იცის რა სიმღერით წარდგება ანიტა ევროვიზიაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არ შევირცხენთ თავს. მალე გავიგებთ. ანიტა, მოგვიყევი შენი ემოციები. როგორია აი ეს გამარჯვება ევროვიზიაზე გასვლა, ეს ხო პასუხისმგებლობაა, ხო დიდი? გრძნობ ამ პასუხისმგებლობას? კი არ გაშინებ ახლა ისე უბრალოდ გეკითხები. თქო უნდა მე ახლა გავდივარ ძალიან დიდ კონკურსზე ევროვიზიაზე და ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ძალიან კარგი სიმღერა მაქვს, მადლობა ამისთვის გიგას და ანაირად ხელს მოწყობს და ყველაფერი კარგად იქნება, ხო? ანიტა ძალიან მამაცი, მებრძოლი გოგო და უშიშარი. კი, აი სიუჟეტიდან მივხვდი, რომ ასეთია. მუშაობაში მე ესე გამოვლინდა და დავრწმუნდი და ძალიან ძლიერი გოგოა და წელსაც ყავს ძლიერი კონკურსანტი და იმედია რომ ყველაფერს გაამართლებს და წარსდგება ისე როგორც. ფათაშორის, როდესაც ეს კონკურსი მიმდინარეობდა და პედაგოგები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეს არის ჩამოყალიბებული. კი. მომღერალი ჩამოყალიბებული პიროვნება, რომელსაც ძალიან ადვილად ვერანაირ შენიშვნას ვერ მიცემ და
ისეთი ხასიათი აქვს. ხო, აი შენიშვნა არ უყარს, იმიტომ რომ თავის თავზე ბრაზდება. რამეს თუ ვერ გააკეთებს უცებ, აი შოკი ემართება და ესეთ ხასიათი აქვს. მე მგავს სხვათა შორის. შვენიერი თვისებაა. აი. კი, მეც ესეთი ვიყავი. გადმოედო. სხვათა შორის ანიტამ თქვა რომ ხშირად ვეკითხებიო ანდრეას ორჩევებსო, რა, როგორ, რანაირად ანდრეა, მოგვიყევ ერთი რა საიდუმლოებას ფლობ ისეც, რომ ვიცი რომ მეგობრები ხართ და რაღაცებს უმხელით ყობა ისეც, რომელიც ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ჩემპიონები. მარტო შენ იცი. ყოველთვის ვცდილობ რომ ანიტა გავანხმნეო, იმიტომ რომ მე და ანიტა ვართ ბავშვობის მეგობრები და ვცდილობ რომ ვურჩიო კარგი რჩევები რო არინერვულოს, ყველაფერი კარგად იქნება და როდესაც სცენაზეა ყველაფერი ძალიან კარგად წავა და რავი. აი ანდრია, რა არის მთავარი როდესაც ადიხარ სცენაზე შენთვის პირადად. აი რა უნდა შეიგრძნო ყველაზე მეტად? აი სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო თუ პირიქით უფრო აღებებული უნდა იყოს? ჩემი აზრით საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნებაც, მაგრამ თუ ცოტათი ღელვა გაქვს, ეგეც არ არის ცუდი, იმიტომ რომ საჭიროა. ნუ ემოციური დატვირთვა აუცილებელია. მაგრამ როდესაც უკვე სცენაზე გავხვალ, ხალხისგან ისეთი დიდი ენერგია მოდის, რომ ეს ხოლმე ქრება და კიდე გინდა რომ უფრო მეტი გააკეთო და ძალიან სასიამოვნო გრძნობაა. აი შარშანდელი სიმღერა თუ my mom. როცა ამას ვღეროდი მართლა დედიკოსზე ფიქრობდი? კი. სხვათა შორის გეტყობოდა კიდე. აი იცით რა არის საინტერესო ბავშვებო კიდე? აი რანინას გამოცდილება რომ არ გქონოდათ, აი ორივესთან მექნება ეს შეკითხვა. და პირდაპირ რომ დამდგარიყავით ევროვიზიის სცენაზე. ეს როგორ ფიქრობთ, ძალიან გაგიჭირდებოდათ? რა მოგცათ რანინას გამოცდილება? ყოველ შემთხვევაში რანინამ მე დიდი გამოცდილება მომცა სიმღერის მიმართ. და რავი, ძალიან თავდაჯერებაც შეგმატა. კი, თავდაჯერებაც შემმატა და სიმღერის მხრივ ძალიან განვითარდი. ეხლა რო ლაპარაკობს, ყური დამიგრძელდა როგორ ერთი ამღერეთ, მერე ნახავთ როგორ გახვრიტავს წერს მის თანახმა. შენთვის რა იყო რანინას გამოცდილება ანიტა? რანინაში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, თითო ტური თულდებოდა და ეს ეტაპები რო არ გამევლო, მე მგონი ცოტათი გამიჭირდებოდა პირდაპირ ევროვიზიის სცენაზე დადგომა, მაგრამ არაფერი არ არის შეუძლებელი, ყველაფერს იზამ თუ მოინდომებ. გიგასთან მექნება ახლა კითხვა, რა თქმა უნდა, 2007 წლიდან ვიღებთ მონაწილეობას, ხო? ნუ უდიდესი გამოცდილება გაქვს ზოგადად ევროვიზიასთან მიმართებით და აი რა გამოცდილება დაგროვდა ამ წლების განმავლობაში? თუ მაინც არაპროგნოზირებადია ეს კონკურსი? იცი რა არის არაპროგნოზირებადი, შეიძლება შენც აღმოჩნდე, იმიტომ რომ როცა ქმნი პროდუქტს და წერს სიმღერას, შეიძლება სწორად ვერ გათვალო და ეს დააბრალო მე ევროვიზიას, რომ არაპროგნოზირებადია, ან კიდე სხვა ბევრი დეტალია. აქ არის კარგი სიმღერის შემდეგ შემსრულებელმა უნდა გაამართლოს ცოცხალი შესრულებით. მე სწორად ჟიურმა უნდა შეაფასოს, ჟიურშიც უნდა მოხდეს ისეთი ხალხი, რომ ეს ყველაფერი სწორად დაინახოს. და რავი, ბევრი რამეა, ბედი იღბალი ეს ყველაფერი, ღმერთი აბსოლუტურად ამას განაპირობებს. რა თქმა უნდა, გამოცდილება გროვდება ყოველდღიურად და ეს ცოტაც არ არის ჩემ შემთხვევაში უკვე ეს ბევრი წელიწადია და ვერ ვიტყოდი, რომ ამ გამოცდილების გამო ისე უფრო ადვილად ვაკეთებ ამ პროექტს, ვიდრე ადრე. მგონი ადრე უფრო ადვილად ვაკეთებდი, იმიტომ რომ ცოტა მეც არ ვფიქრობდი და ეხლა უფრო მეც ვფიქრობ, იმიტომ რომ მეტი პასუხისმგებლობა და გინდა რომ შენი თამას არ დავარდეს და ამისთვის მეტი შრომა ალბათ საჭირო. ნუ ყველაზე ადვილი ის არის ამ შემთხვევაში, რომ როცა ბავშვი ამართლებს და შესაძლებლობები დიდი აქვს და განუსაზღვრელი როგორც ახლა აი ესეთი ორი ბრილიანტი გვიზის ეთერში ამათთან შეიძლება ყველაფერი გააკეთო და ყოლია ეგეთი ბავშვებიც მანამდეც. ხო რა ვიცი, აბა მეტი მონდომება ალბათ და ბევრი კეთილი ენერგია უნდა ჩააქცევო, როცა ამას აკეთებ. აი სხვა კონკურსანტებს რა შეეხება, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რამე ტენდენცია შეინიშნება დაუშვათ მუსიკალურ ჟანრების? კი, ბევრი ანდრიას ბაწავს წელს. ხო არა? ანიტა, შენზე გავიგეთ პედაგოგებისაგან, რომ ყოველთვის რთულ დავალებებს ვაძლევდითო.
ამ სირთულეში ალბათ გამოიბრძმე და კიდევაც. მაგრამ ყველაზე მეტად რომელი ტური გაგიჭირდა? ყველაზე მეტად მე მგონი გამიჭირდა მეოთხე ტური, იმიტომ რომ ამ სიმღერაში ბევრი რაღაცები იყო. მოსასმენად რომელი იყო ბოდიში? ჰერიო ბიჭებო. ჰერიო ბიჭებო. რადგან ეს მოსასმენად სიმღერა გონია რომ ადვილია, მაგრამ შეგნით ბევრი რაღაცა ხდება და ბევრი დეტალები სწორად უნდა გააკეთოს, სწორად უნდა აიღო ყველანაირი. აი წარმოიდგინე რომ გიგა ახლა ამ წუთში არ არის. რამდენად კომფორტულია ეს ბოლო სიმღერა, რომელიც გიგამ შეთვის დაწერა? სიმართლე. სიმართლე გულწრფელად გითხარი. მოკლედ, პირველად რომ მივედი გიგასთან, შემეკითხა როგორი სიმღერა გინდა თქო. გინდაო და მე ვთხარი ძლიერი თქო, იმიტომ რომ ცოტათი ეგეთი ძალიან ძლიერიო თან ესე კონკრეტულად მაქსიმ. ძალიან ძლიერი თქო, იმიტომ რომ რაღაც მიყვარს ესეთი ჟანრის სიმღერები და რომ მოვისმინე პირველად ეს სიმღერა, აი ვიტყვი და პირო გავგიჟდი მართლა მომწონა. თვალებით აუბრწყინდა და ეს არის ჩემიო. ეს მომწონს თქვა და მე ვეხვეწებოდი რომ მეთქი სიმართლე მითხარი გულწრფად მითხარი რამე თუ არ მოგწონს არ მინდა მეთქი ეს უნდა იყოს შენ თქვა არა ეს არის ჩემი სიმღერა. მაგრამ ჩაწერები ისე განვითარდა როგორც სამუშაო პროცესი მოითხოვს. ბოლოს კითხე ისევ გიყვარ ვარ მეთქი და არა მძულ ხარ ვარ. რატო რა შვებოდა ამის? ძალიან მკაცრია გიგა. არა მკაცრი. მე სხვანაირად ვიცნობდი აქამდე გიგას. ეს იგი მკაცრი ხარ ხო საქმეში? გიგას აუწვალები ხარ ახლა მიკროფონთან და იმის ბრალია. მე ხო არ მღერი. არ ვიყავი კაცრი ვარ, ჩაწერის პრაქტიკა არ ქონდა, ანიტას პირველად იყო ჩამწერ სტუდიაში და ეგონა რომ რაღაცა ძალიან მალე ხდებოდა ეს პროცესი და ეს არ მოეწონა. გაიწელა. გიგა ვინ ღებულობდა ამ კლიპის შექმნაში მონაწილეობას? ნუ ანიტას გარდა და თქვენს გარდა რა თქმა უნდა. კლიპი როგორც თვითონ ჯერ სიმღერაში. სიმღერასაც შეეხება ტექსტის ავტორები ვართ მე და მარიამ ხვალაძე, ესეც მარიამი არის ბედიღბლიანი კენდის ჯგუფის წევრი, ერთ-ერთი ევროვიზიელი, რომელმაც თელი სული და გული ჩადო, ვიმუშავეთ ერთად, ნუ დანარჩენი არანჟირება და სიმღერის თვითონ სტრუქტურა თუ ჩაწერა თუ სტუდიური მუშაობა მე მეკუთვნის და კლიპი პირველი არხის შემოქმედებითი ჯგუფი, რეჟისორი თემო კვირკველია. და როგორც ვიცით, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა აწლედის ორკესტრის იღებს მართლაც იმუშავა დავდაუზოგავად და გვერდში დაუდგა ანიტას. სულ ეს არის ამ პროდუქტთან დაკავშირებული. რეჟისორი ვინ იყო უკაცრავად? თემო კვირკველია. თემო კვირკველია. თემურ კვირკველია. ძალიან კარგი. რა მოლოდინია გიგა შენი პროგნოზები რომ გითხრა, როგორ მიიღებს მაყურებელს? აი დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, იმიტომ რომ პრემიერა გამოდის ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზეც სიმღერა დაიდება YouTube-ზე და ასე შემდეგ ყველა პლატფორმებზე. პირველი არის მნიშვნელოვანი ხალხის რეაქცია. მაგრამ თლიან ჯამში რომ გადავხედე ყველა სიმღერას და უკვე ყოველდღე იდებოდა ეს ბოლო პერიოდი და უკვე ფაქტიურად ყველა ქვეყანამ გამოავლინა თავისი ნომრები, ვთვლი რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურსანტი, რომელსაც უნდა გაუწიოს ყველამ კონკურენცია, მაგრამ გონია რომ ანიტას ვერავინ მოერევა. გასაგებია და მე ეთერს გარეთ როცა ვსაუბრობდით, როცა შემოხვედით, ანდრიას დაუსვი ერთი შეკითხვა და მინდა გავიმეორო ეს შეკითხვა პირდაპირ ეთერში. გვითხარი, გვირჩიე, როგორ მოვიგოთ უფროსების ევროვიზია? მოგვეცი ეს რჩევა და ძალიან მაგარი პასუხი გამცა და იმედია გაიმეორებ. უნდა დამელოდოთ, რომ გავიზარდო და მე გავალ მე ევროვიზიაზე და გარანტირებულად გექნებათ მოგება. არა, ჩვეულებრივი პასუხი. კი ბატონო. ისე მინდა გითხრათ გიგა ანიტა რომ მედალის კარგი ფეხი გვაქვს. კარგი აურა გვაქვს. იცოდეთ რომ დღევანდელი აი პრემიერა რომელიც შედგება ჩვენს ეთერში და დალი და მეუძღვებით, იქნება ძალიან წარმატებული. აბა ვნახოთ ესე თუ არ იქნება. და ანიტას აუცილებლად მუსიკალურ ვიდეოზეც გკითხავ, როგორი იყო გადაღება და მოგეწონა შენ თვითონ? კლიპის გადაღება კარგი იყო, ცოტათი დამღლელიც კი იყო, მაგრამ პირველი იყო ხო შენთვის ალბათ? დიახ. და ძალიან კარგ გარემოში ვიყავი, ძალიან ლამაზი გარემო იყო და ძალიან მომეწონა.
ხო, ну, ყველაფერი პირველი იყო. სიმღერის ჩაწერაც პირველი იყო, ვიდეოს გადაღებაც პირველი იყო. მივხვდი, რომ საკმაოდ შრომატევადი ეს პროცესი. დიდი გამოცდილება დაუგროვდა. კი, ნამდვილად ეს ხომ ეხლა მთავარია, რომ ჩვენმა ქვეყანამ ხარი დაუჭიროს. აუცილებლად. და გულშემატკივრობა იყოს უმაღლეს დონეზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხმების მიცემის სისტემა როცა გამოვლინდება, ბევრი ხარდაჭერა არის საჭირო, რომ ანიტამ შეიძლება კიდევ გახდეს გამარჯვებული, მეხუთე გამარჯვებული ჩვენი ქვეყანა. ძალიან დიდ წარმატებას. ძალიან გვინდა ესაბავ. წარმატებები მინდა გისურვო. მადლობა. წარმატებები თქვენ შემოქმედებით ჯგუფს, პირადად თქვენ ჩემო ბატონო გიგა. დიდი მადლობა. ამ ჩვენ არაჩვეულებრივ მომღერლებს და აი დადგა ის მომენტი, როდესაც კი ბატონო. პირველად გაჟღერდება რა თქმა უნდა. და ჩვენ ტოვებთ აი ამ კლიპის ანაბარად და მე და დალი გემშვიდობებით სამშაბათამდე. დროებით. დაბრუნდითო? დაბრუნდით? დედა, აბა რო დავემშვიდობეთ. შორიდან ისმის სიმფონია ჰიტარის ხმა ამიღებულია ერთი ვარსკვლავით აბათებსას მომავალს გავუღებული დგას Shine like a star, let the world see The fire inside is the best of me Voices unite, we're not alone Together we rise This is our song Твари შუქსახვა ჰარმონია Схабарს მიქარგავს ეს მელოდია ხამის ნატრა